ძმები არიან მოგიბაცაგებად ისე რომ არ არის მაგისტრის არ უნდა სპორტსმენი არ უნდა ნერვიულობდეს იმაზე დავაგებ თუ არ თუ მოვიგებ მან უნდა იცოდეს რომ მან უნდა აკეთოს ის და აჩვენოს მაყურებელს ის რაც ისწავლა და მაშინ მას კარგად წაუვა საქმე შევახსენოთ ტელემაყურებელებს რომ ეს ბრძოლა 3 რაუნდს გრძელდება და არა 20 როგორც მამაკაცებს შორის და ამასთან ისიც ვთქვათ რომ თუ ახლა შეხედულებით ვიმსჯელებ მე მგონი კრივო შაპკინა ცენტრალური რუსეთიდან არ უნდა იყოს. სხვადასხვა ეს იაკუტიიდან გახლავთ და ცხოვრობს მოსკოვში და რუსეთის ჩემპიონია მრავალგზის სხვათა შორის. გადავიდა შეტევაზე თეონა, როგორც ხედავთ, მიხდა რომ შეიძლება ესე მუშაობა პირველი რაუნდი კარგად დაზვერა და ვფიქრობ მას შესწევს ძალა ბოლომდე ესეთ ტემპში და ესეთ ტექნიკით დაამთავროს და მიიყვანოს ბოლომდე შეხვედრა. შევახსენებ მაყურებელს რომ თეთრი შორტებით არის თეონა ლავრელაშვილი, შავი წითელზე შორტებით გახლავთ მარია კრივოშაპკინა მოსკოვიდან. აი კაი დარტყმა მიაყენა ახლა მას თეონამ მე მინდა უკვე ვთქვა რომ თეონამ თავისი სიტყვა თქვა და მან ასე ვთქვათ ირწმუნა თავის ძალა და ახლა რაც არ უნდა მოხდეს თეონამ უკვე შეასრულა რომ იტყვა თავისი მაქსიმუმიც ალბათ რა და მას შეუძლია უფრო მეტის ჩემი აზრით უბრალოდ ის მას მოდი ნუიტვით მაქსიმუმს როჩა თავისი პროგრამა მინიმუმი შეასრულა რომ რაუნდ ნახევარი თანაბრად ებრძვის ამ ტიტულოვან სპორტსმენს და თერგ შემთხვევაში ორი ისეთი დარტყმა მიაყენა რომ თვითონაც გაუკვირდა მე მგონი და ალბათ ყველას გაუკვირდა ისე რომ რაუნდ ნახევარი აი ეს რაც მიილია ამ შეხვედრისა ჩვენ უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ და შენ როგორც თავარი მწვრთნელი და თავარი მსაჯი ამ შეჯიბრების ლავრენაშვილის და პროგრამა მაქსიმუმი ის იქნება რომ მოულოდნელი მოხდეს დარჩენილ რაუნდ ნახევარში და ლავრენაშვილმა შეძლოს გამარჯვების მოპოვება აი ეს იქნება პროგრამა ვფიქრობ რომ მას შეუძლია და ის როგორც უყურებთ განწყობითაც ფიზიკურადაც გარს დაღლილა ესეთ ტემპში მუშაობს და ისე მუშაობს როგორც დაიწყო შეხვედრა ისეთ გამოსულ სპორტსმენთან ვიმეორებ რა კრივოშაპკინას ბრძოლა თითქმის არ წაუგია რინგზე ერთხელ ელენეს შეხვდა ის ბულაშვილი და ის ფრედ დამთავრდა თბილისში ადრე ისეთი შეხვედრა იყო და შარშან იყო და ელენეს საუგესობლე ჩემპიონი იყო და მას თვითონ არც ისე ადვილად ხვდა ამასთან საკუთარ ბრძოლა მართლა დამთავრდა ფრედ ამ დროს თქვენ რინგზე ხედავთ თეონას რომელიც სულ ახალბედა და ესე ღირსეულ წინააღმდეგობას და პარტნიორობას უწევს სახელგანთქმულ სპორტსმენს რუსეთიდან რომელიც უკვე ფრთხილობს უკვე ისე აღარ არის დარწმუნებული და ისეთი შეშინებული თვალებიც კი შევნიშნეთ ახლა ჩვენ ძალიან ახლოს ვზივარ და ამიტომ ტელემაყურებლები დაგვიჯერებენ რომ აი თვალებშიც კი შიში აღმოვაჩინეთ რა ყოველ შემთხვევაში თან გვინდა რომ ასე იყოს რომ ლავრელაშვილმა შეაშინა ასეთი გამოცდილი კრივოშაპკინა ეს გადამწყვეტი რაუნდია ბოლო მესამე რაუნდი ჯერჯერობით ეგ ნუ ისეთი გარკვეული უპირატესობა მე მგონი არც ერთს არც და არც მეორეს და ეს მართლაც აი ეს რაუნდი იტყვის საბოლოო სიტყვას თუმცა როგორც ვიცით შეიძლება რომ შეხვედრა დამთავრდეს ფრედ აი ეს საერთაშორისო ყველაფერი მოსალოდნელია ბატონო ჯამრე და მე ვიცი რომ ეხლა თეონა როჩა შენი საუბრე იმის შესახებ რომ თეონა ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა მომზადებული და მე ერთი კითხვაც მინდა დავსვა თეონამ აი ამ ორი წუთშესვენების დროს სკამით არც კი ისარგებლა არც დამჯდარა რაც იშვიათი შემთხვევაა არის ხოლმე ეს არ არის გამონაკლისი მაგრამ იშვიათი შემთხვევაა აი ხო გააქტიურდა თეონა მაგრამ თქმა უნდა კრივოშაპკინას გააქტიურდება იმიტომ რომ ეხლა უკვე აღარ არის პოზიციური ბრძოლის და აკადემიურობის დრო ეხლა საჭიროა კრივოშაპკინას უნდა მოგება ეხლა რაღაც დარტყმა უნდა მიაყენოს ლავრენაშვილს რაც არ მიუღია ჯერჯერობით სერიოზული დარტყმა ვერ მიაყენა თეონას და პირიქით თეონამ უფრო მიაყენა მას სერიოზული დარტყმები
აი როგორც ხედავთ პოზიციას შეცვალეს, ცენტრი დაიკავა თეონამ, ეს უკვე იმის ნიშანია რომ წაართვა მას პირველი ნომრობა, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა კიროშაპკინას, რომელიც სულ ყოველთვის ცდილობს პირველი ნომრად იმუშაოს და აი როგორც ხედავთ ბრძოლა კარგად მიყავს თეონას. ბოლო წუთია ბოლო წამები. უფრო მეტი აქტიურობა საჭირო, არა და მოიპოვა პოზიციური უპირატესობა. მართლაც იმიტომ არა რომ ჩვენ ყველა გულშემატკივრობთ ლავრელაშვილს. მან მართლაც მოიპოვა კიდევ ერთი წუთშესვენება, რომლის უფლება აქვს იქ გაეხსნა თამასა. ეს მეორედ მოხდა და მითხარი ახლა როგორ არის წესებში? წესებში ეს შეულებრივად ხდება და მათ აქვს ამისთვის დრო რომ თამასა არ გაეხსნას. მაგრამ ხო შეიძლება რომ თამასის გახსნა ტაქტიკურად გამოიყენოს რომელიმე? შეიძლება გამოიყენოს ამ შემთხვევაში აწყობდა კრივაშაპკინას. აი ამ შემთხვევაში და ეს არის რომ უბრალოდ საწყენია რომ სეკუნდანტებმა ვერ მოაქვს თავი იმას რომ ესე იგი ტაქტიკურად ჩვენ ეს ეპიზოდი წავაგეთ. წავაგეთ, იმიტომ რომ მიყავდა პოზიცია თეონას და მას მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ იდგან მის მოწინააღმდეგე და ახლა სიტუაცია შეიცვალა ისე. და ეს ყველაფერი აი ეს ნიუანსები წვითავს. აი კარგი დარტყმა ისევ. დაბოლოება მაინც თავარია. შეტევაზეა თეონა. კარგად მუშაობს, შეტევაზეა. მომწონს მისი მუშაობა. ძლიერი ბრძოლაა, ძალიან კარგი ბრძოლაა. იშვიათად დაგავს ადამიანი ისეთ შეხვედრას. აშკარა პოზიციური უპირატესობა ამ რაუნდში. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურად ჩვენ წავაგეთ ის ეპიზოდი, როდესაც დავასვენეთ ეს გამოცდილი რუსი კრივოშაპკინა, დავასვენეთ და გვეგონა რომ კრივოშაპკინა ამით ისარგებლებდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. ვერ, ლავრელაშვილმა მართლაც ჩემთვის დაუჯერებელი იერიში მიიტანა მეტოქეზე და აი ნახოთ